თუ თავს თვლით ემპათად, გთავაზობთ შეამოწმოთ ხომ არაა თქვენი ემპათია ფსიქიკური დაცვის მექანიზმი. პირველი, თუ თქვენ გამუდმებით ასკანერებთ სხვა ადამიანებს, მათ ინტონაციას, პაუზებს, სახის გამომეტყველებას და ავტომატურად სინქრონიზდებით, ანუ ეწყობით მას, რომ გაიქცეთ დაძაბულობას ურთიერთობაში, ეს ემპათია არ არის. ესაა ქრონიკული ადაპტაცია გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის. მეორე, თუ თქვენ განიცდით სხვის მდგომარეობას როგორც თქვენსას, ანუ დაძაბულობას, შფოთს, დათრკუნულობას სხვა ადამიანისას და მერე დიდხანს დაგაქვთ თქვენში და გამოდიხართ ამ ურთიერთობიდან დაღლილი, ესეც არაა ემპათია, ეს შერწყმა. ანუ საზღვრების დაკარგვა საკუთარ თავსა და სხვას შორის. და მესამე, თუ გგონიათ, რომ სხვას ხასიათი გაუფუჭდა თქვენს გამო, თქვენი ნათქვამის, საქციელის და ასე შემდეგ, არც ესაა ემპათია. ესაა ნევროტული დანაშაულის განცდა. ჩვევა აიღოთ საკუთარ თავზე ის, რაზეც გავლენა ნაკლებად გაქვთ.